წმიდა იოანე ოქროპირი. ეკლესიაში სიარულის შესახებ. როდესაც თქვენს მცირე რიცხოვნებას შევყურებ და ვხედავ, რომ ჩვენი სამწყსო ყოველი შეკრების შემდეგ სულ უფრო მცირდება, ერთდროულად ვწუხარ და მიხარია. მიხარია თქვენს გამო, ვინც ახლა აქ ხართ, ვწუხარ მათზე, ვინც თქვენთან არ არის. ქების ღირსი ხართ, რადგან მიუხედავად სიმცირისა არ გახდით გულგრილნი, ისინი კი განკიცხვას იმსახურებენ იმის გამო, რომ თქვენები მოშურნენი არ არიან. ამიტომაც გიწოდებთ ბედნიერებსა და ნეტარებს, რამე თუ მათმა უზრუნველობამ გავლენა არ მოახდინა თქვენზე, ხოლო მათ, რადგან თქვენი მოშურნეობით ვერ ისარგებლეს, შევრაცხავ ვითარცა საბრალოდ და ვსტირი. ნუ თუ არ სმენიათ წინასწარმეტყველის სიტყვა, ვირჩიე მე მივდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა უფროს ვიდრეღა დამკვიდრებად ჩემ და საყოფელსა ცოდვილთასა. ფსალმუნი 83:11. არ უთქვამს ვირჩიე ცხოვრება სახლსა ღმრთისა ჩემისასა, არც დამკვიდრება და ყოფნა იხმარა, არამედ ბრძანა ვირჩიე მე მივდომა. მოხარული ვარ, ვიყო უკანასკნელთა შორის, გვაუწყებს წინასწარმეტყველი, იმაზედაც თანახმოვარ, თუ კი კარიბჭესთან მოხვედრის ღირსი გავხდები. უდიდეს წყალობად ჩავთვლი, თუ სულ უკანასკნელთა შორის დამაყენებენ სახლსა ღმრთისა ჩემისასა. ყველასათვის საერთოს ღმერთს სიყვარული ითავისებს, ამგვარია მისი თვისება. ამიტომაც ამბობს დავით მეფე, სახლსა ღმრთისა ჩემისასა. შეყვარებულს არა მარტო სათრფოს, არამედ მისი სახლის, კარიბჭისა და ქუჩის დანახვაც კი ენატრება. ხოლო თუ მის სამოსელს მოჰკრავს თვალს, გონია, რომ მის წინაშე თავად იგი იმყოფება. ასევე წინასწარმეტყველნი, თუმცა ვერ ხედავდნენ ღმერთს, ტაძარს შეჰყურებდნენ და მასში ჰყავდათ იგი წარმოდგენილი, ვირჩიე მე მივდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა დამკვიდრებად ჩემ და საყოფელსა ცოდვილთასა. ყოველი ადგილი, ყოველი სახლი, იქნება ის სასამართლო, სენაკი თუ ბინა, ღვთის სახლთან შედარებით არის საყოფელი ცოდვილთა. თუმცა იქაც ისმის ლოცვავედრება, მაგრამ ამასთანავე თან ახლავს განხეთქილება, დავა, ჩხუბი და თათბირები ამ ქვეყნიურ საქმეებზე. ღვთის სახლი კი ყოველივე ამისგან დაცულია. ამიტომაც არის ეს ადგილები საყოფელი ცოდვილთა, ხოლო ტაძარი, სახლი ღვთისა. ისევე როგორც ქარებისა და ღელვისაგან დაცული ნავსაყუდელი ჰპირდება უსაფრთხოებას მასში შემოვალ გემებს, ასევე აღმოიყვანებს ეკლესია მასში შემსვლელთ ამ ქვეყნიურ საქმეთა მორევიდან. სიმშვიდითა და ღვთის სიტყვით დააპურებს მათ და დაიცავს ყოველგვარი განსაცდელისაგან. ამ ადგილს სათნოებათა სკოლა და სიბრძნის მოყვარეობის სასწავლებელი ჰქვია. მოდი, არა მარტო ისეთი შეკრების შამს, როცა წმიდა წერილი და მამათა სწავლებანი იკითხება, არამედ ნებისმიერ დროს, მხოლოდ შემოდი წინ კარში და იმ წუთშივე გადადებ ყოველგვარ ამაო საზრუნავს. დადექი კარიბჭესთან და შენ სულში რაღაც სულიერი ნიავი დაბერავს. ეს სიჩუმეში ჩაგაგონებს და სიბრძნის მოყვარეობას გასწავლის, გონებას გაგინათებს, დღევანდელობას მიგავიწყებს, მიწიდან ზეცაზე აგიყვანს. თუ კი ეკლესიაში მხოლოდ შემოსვლაც კი ასე სასარგებლოა, მაშინ რაოდენ უფრო მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია ღვთისმსახურებაზე დასწრებას, როდესაც წინასწარმეტყველნი ღაღადებენ, მოციქულნი გვახარებენ. როდესაც ქრისტე ჩვენს შორის დგას მამისაგან ყოველივე ეს კურთხეულია, როდესაც სულიწმიდა გვაუწყებს თავის სიხარულს. ხოლო რამდენს კარგავენ ისინი, ვინც ყოველივე ამას არ ესწრება. მინდა ვიცოდე, სად არიან ახლა, რამ დააბრკოლა ისინი და განარიდა საღვთო ტრაპეზს. რაზეც საუბრობენ ახლა. თუმცა მე კარგად ვიცი ეს, ანუ გვანდა სასაცილო თემებზე ბაასობენ, ამ ქვეყნიურ საზრუნავს მისცემიან. ერთიცა და მეორეც მიუტევებელია და მკაცრ სასჯელს იმსახურებს. ამაოდ მოლაყბეებზე საუბარიც არ არის საჭირო, არამედ ისინიც ვერ გამართლდებიან, ვინც ჩვენთან თავს იმართლებენ და ამბობენ, რომ მათ ხელს უშლის აუცილებელი საჭიროება ოჯახურ საქმეთა მოგვარებისა, რადგან ეკლესიაში მოსვლა კვირაში ერთხელ ევალებათ და მაშინაც არ სურთ მიწიერ საზრუნავს მოსწყდნენ. ეს სახარებიდანაც ნათლად ჩანს, საქორწინელ ხინზე მიწვეულებმა უარის თქვეს პატიჟზე ამგვარი მიზეზების გამო, ერთმა ხარები იყიდა მეორემ, აგარაკი მესამემ ცოლი შეირთო და ამის გამო ვერ მოიცალეს, მაგრამ ამის და მიუხედავად ისინი დაისაჯნენ. ლუკა 14:18-28. ყველა ეს საქმე აუცილებელია, მაგრამ მათით ვერ გავმართლდებით, რადგან ისინი ამაონი არიან ღვთის წინაშე. უპირველესად ღმერთს მიაგე პატივი, ხოლო შემდეგ იზრუნე სხვა დანარჩენ საქმეებზე. რომელი მსახური იზრუნებს უწინ საკუთარ სახლზე, სანამ ბატონის ბრძანებას არ შეასრულებს? უცნაურია, რომ ასეთ მოწიწებასა და მორჩილებას ვიჩენთ იმის მიმართ, ვინც მხოლოდ სახელით იწოდება ბატონად, ხოლო ჭეშმარიტ მეუფეს, რომელიც არა მარტო ჩვენი, არამედ ზეციურ ძალთან ბრძანებელიცაა, იმ პატივს არ მივაგებთ, როგორსაც ვიჩენთ ჩვენის თანამონების მიმართ. რომ შეგვეძლოს იმ ადამიანთა სინდისში ჩახედვა, ვინც ეკლესიაში არ დადის, დავინახავთ, თუ რამდენი ჭრილობა და ეკალია მათ სულში.
როგორც დაუმუშავებელი მიწა უხეშდება და ბუჩქებით იფარება, ასევე საღმრთო სწავლებას მოკლებულ სულშიც აღმოცენდება ეკლები და მანკიერი სურვილები. თუკი ჩვენ, ვინც ყოველდღიურად ვუსმენთ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, ძლივს ვახერხებთ შურის, გესლის ამუგლეჯას გულიდან და საღმრთო წერილიდან განუწყვეტლივ ვუგალობთ ჩვენს ვნებებს, მძვინვარე მხეცებს, რათა როგორმე დავაცხროთ ისინი, მაშინ განა შესაძლებელია ხსნის რაიმე იმედი ჰქონდეთ მათ, ვინც არასდროს არ უსმენს ღვთაებრივ სიბრძნეს და ამგვარი მკურნალობით არ სარგებლობს. ნეტავი შემეძლოს მეჩვენებინა მათი სულები თქვენთვის. დაინახავდით, თუ რა არის გბინძური, შეგინებული, მოშლილი, დამცირებული და უიმედონი არიან ისინი. როგორც მტვერითა და ჭუჭყით იფარება კაცის სხეული, თუ იგი აბანოთი არ სარგებლობს, ასევე საშინელი ცოდვის სიბინძურეში ეხვევა სულიც, თუ კი უგულებელს ყოფს სულიერ სწავლებას. სულიერი განბანა ხდება ეკლესიაში, სადაც სულიწმიდი სითბოთი არა მარტო განიწმინდება, არამედ ფერსაც კი იცვლის იგი, უკეთ თუ იყვნენ ცოდვანი თქვენი ვით არც აღებილნი, ვით არცა თოვლი განვასპეტაკო, ესაი 1:18 ბრძანებს უფალი. რაოდენ დიდი იქნებოდა ჩვენი სულიერი სიხარული, რამდენ სარგებელს მიიღებდა სული და იდიდებოდა ღმერთი, თუ ყოველი შეკრების შამს ეკლესიას ხალხით სავსეს ვიხილავდით. მეზღვაურები ყველაფერს აკეთებენ, რათა გადაცურონ სხვა და მსწრაფლ მიაღწიონ ნავსადგურს, ჩვენ კი განუწყვეტლივ სხვას მიცემულნი, ცხოვრებისეულ ტალღათა მოორევში გამუდმებით ვიძირებით, ხოლო ეკლესიაში წელიწადში 1-2 თუ მივალთ. იქნებ თქვენ არ იცით, რომ ღმერთმა ისევე დააფუძნა ქალაქებში ეკლესიები, როგორც ზღვის ნაპირას, ნავსაყუდელნი, რათა ცხოვრების ქარიშხალს გამორიდებულნი მოვიდეთ აქ და იდუმალი სიჩუმითა და სიმშვიდით დავთკბეთ. ჭეშმარიტად, აქ არც მძვინვარე ტალღების ქვეშინია და არც ავაზაკთა თავდასხმისა, არც ქარიშხლისა და საზარელი მხეცებისა, რამე თუ ეს ნავსაყუდელი ყოველივე ამისგან დაცულია. იგი მკვდრო სავანია სულისა. ამაში თავადაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ, თუ კი ამ დროს რომელიმე თქვენგანი საკუთარ სინდისში ჩაიხედავს, იგი უდიდეს სიმშვიდეს დაინახავს მასში. მას არც მრისხანება ეუფლება, არც ავხორცობა აღაგზნებს, არც შური იპყრობს, არც სიამაყე ცვაობს, არც ამპარტავნება ჭამს, რადგან ყველა ეს მხეცი მოთვინიერებულია, საღმრთო წერილი თითოეულის სულში აღწევს, როგორც ღვთაებრივი გამოცხადება და ამ უგუნურ ნებებს აძინებს. რა საბრალონი არიან ისინი, ვისაც ამგვარი სიბრძნის შეძენის შესაძლებლობა აქვს და ამის და მიუხედავად იშვიათად მოდიან ეკლესიაში, რომელიც დედაა ყოველთა. სხვა რა საქმე შეგიძლია დამისახელო ამაზე აუცილებელი? რომელი შეკრება ამაზე მეტად სასარგებლო? რა გაბრკოლებს რომ აქ მოხვიდე? ამ მშვენიერ საკრებულოში არ ყოფნას შენ ალბათ სიღარიბეს დააბრალებ, მაგრამ ეს უსაფუძვლო მიზეზია. კვირაში 7 დღეა, ეს 7 დღე ღმერთმა ჩვენთან გაიყო ისე, რომ თავისთვის ბევრი არ აიღო და არც ჩვენ მოგცა ცოტა. თანაბრად კი არ გაკო, არამედ შენ 6 დღე დაგითმო, თვითონ ერთი დაიტოვა. შენ კი ამ დღესაც არ გსურს თავი შეიკავო ამ სოფლიური საზრუნავისაგან. მკრეხელურად იქცევი, რადგან ეს დღე საღვთო წერილის მოსასმენად არის კურთხეული და დადგინებული, ხოლო შენ მას ცხოვრებისეულ საქმეებისათვის იყენებ. აღარაფერს ვამბობ მთელი დღის შესახებ. ამ დღეს ისე მოიქეცი, როგორც მოიქცა სახარებისეული ქვრივი მოწყალების გაღების დროს, მან 2 გროში გაიღო და უდიდესი წყალობა მიიღო ღვთისაგან. ასევე შენს, ღმერთს 2 საათი მაინც დაუთმე დღეგრძელობას შეიძენ. ხოლო თუ ესოდენ მცირე მსხვერპლის გაღებაც არ გინდა და მაინც მიწიერ საზრუნავს მისცემი ხარ, მაშინ მრავალი წლის ნაშრომით წყალში ჩაგეყრება. უფალი განრისხდება და გაგიქარწყლებს მთელი ცხოვრების მანძილზე დაგროვებულ სიმდიდრეს, თუ კი მას უგულებელს ყოფთ. მიიხილეთ მრავალთა ზედა და იქმნეს მცირედნი და შეხმული ქმნეს სახიდმი და მიუვბერე მათ, ამისთვის იტყვის უფალი, ყოვლისა მპყრობელი, მათ წილ რომელ სახლი ჩემი არ სოხერ, ხოლო თქვენ სდევთ თითოეული სახლისადმი თვისისა, ანგია 1:9. ასე დაემუქრა ღმერთი იუდეველებს, როდესაც მათ ტაძარზე ზრუნვა შეწყვიტეს. თუ წელიწადში მხოლოდ 1-2 მოდიხართ ჩვენთან, მაშინ რის შესწავლას მოასწრებთ? რაზე გესაუბროთ? სულზე, სხეულზე, უკვდავებაზე, სათა სასუფეველზე, საშინელ სამსჯავროზე, გეენიაზე, ღვთისმრავალმოწყალებაზე, სინანულზე, ნათლობაზე, ცოდვათა შენდობაზე, შეწყალებაზე, ზეციერსა და მიწიერ არსებებზე, ადამიანურ ბუნებაზე, ანგელოზებზე, დემონთა სივერაგეზე, ეშმაკის მანქანებაზე, სნეობაზე, დოგმატებზე, მართალსარწმუნოებაზე და უწმინდურ მწვალებლობებზე? ქრისტიანმა ყოველივე ეს და უფრო მეტიც უნდა იცოდეს და შეეძლოს ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ხოლო თქვენ აქედან მცირედიც კი არ გეცოდინებათ, თუ წელიწადში ერთხელ გავლით ან ჩვეულებისამებრ დღესასწაულის გამო შეიკრიბებით და არა კეთილგონიერი განწყობით. თქვენ არა თუ უბრალო ხელოვნების შესწავლა გსურთ, არამედ ყველა მეცნიერებათა შორის უმნიშვნელოვანესისა, თუ როგორ შეიძლება სათნო ვეყოთ ღმერთს და ზეციური მადლი მოვიპოვოთ. ნუ თუ თქვენ გგონიათ, რომ ეს ასე იოლია და ამის მიღწევა მხოლოდ 1 ან 2 მოსვლით შეიძლება.
ეს ხომ უგონურებაა. თავად მაცხოვარი ბრძანებს, რომ ეს მეცნიერება უდიდეს ყურადღებას მოითხოვს, ისწავლეთ ჩემგან რამე თუ მშვიდ და მდაბალ გულითა მათე 11:29. ასევე გვაუწყებს წინასწარმეტყველი, მოვედით შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისა გასწავთ თქვენ ფსალმუნი 33:12. და კიდევ, მოიცალეთ და გულისხმაკავთ, რამე თუ მე ვარ ღმერთი ფსალმუნი 45:10. როგორც ხედავთ, ამ სიბრძნის მოსაპოვებლად მრავალი მეცადინეობაა საჭირო. გაზეთი საპატრიარქოს უწყებანი, ნომერი 49, 1999 წელი.